ჩვენთან არის ღმერთი. ხშირად არის ხოლმე კეთილ საქმეს ფიქრობთ, მაგრამ კეთილი საქმე არ გამოგვდის და რომ ასეთი რამე არ მოხდეს, ჯერ რა უნდა გავაკეთოთ? პირველი არის რომ იერარქია არსებობს. იერარქია რას ნიშნავს? უფრო მეტად მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხები. როდესაც შენ თქვა მნიშვნელოვან საკითხს გადადებ გვერდზე და რაღაც მეორე ხარისხოვანს კეთილ საქმეს აკეთებ და იმას არ აკეთებ, ფაქტიურად ამ შემთხვევაში შენ არ აკეთებ კეთილ საქმეს. აი როგორც და იმათ ფარისევლებს ეუბნებოდა უფალი, რომ თქვენაო, ესე იგი აიო მე ღმერთის მისაცემელი უნდა მივცეო, ღმერთსა და მშობლებს არაძლევთ, რომ მათ თავი ირჩინონ, ანუ რომ დახმარებას არაძლევთო მშობლებსო და ანუ არ ვცემთ პატივსა მამასა და დედასა თქვენსა. და ვითომ უფლის საქმეზე გადავდეთო ესაო და ეს ფულიო რომელიცო თქვენ მშობლებისთვის უნდა მიგეცათო, რომ ან ფული ან დახმარება რომელიც უნდა გაგეწიათ მშობლებისთვისო. ძველ ქართულში ცოტა ისე წერია, ყორბან წერია და ეს ყორბან არის ესე იგი შესაწირავი ეკლესიისთვის, ამ დროს ყორბანისთვის, ანუ ამ ტაძრისთვის შესაწირავი გაქვთო და მშობლებს არ ეხმარებითო და ვითომ ამითიო თქვენ თავი გინდათო გაიმართლოთო, რომ ეს ფარისევლობა არისო ესა. ეხლა რომ შევხედოთ, რა თქმა უნდა, პირველი არის, რა თქმა უნდა, ღმერთია პირველი. და მერე არის სამშობლო, მერე არის ადამიანი, ხო ვიცით ჩვენ ეს. ოღონდ რა ხდება ეხლა იცი როგორ არის? აი როდესაც შენ მისაცემელი გაქვს იმ მშობლისთვის და შენობა მე შენთვის არ მცალია ეხლა და აი ხამაკ შესაწირავი შესატანი და ამას დატოვებ, ანუ აქ სიყვარულის კანონი გაითიშება და ფაქტიურად შენ მექანიკურ მოქმედებებზე მიდიხარ და მშობლის სიყვარული, რომელიც შენ და გამოგეჩინა, გადადე გვერდზე და გააკეთე ის, რაც თქვათ, როგორ გითხრა, ხო, ნუ ვითომ მიიჩნე უფრო უპირატესად, მაგრამ ახლა აქ როგორ არის უპირატესი საქმე? ხო, რა თქმა უნდა, ღვთის წინაშე ყველაზე მთავარია, რომ ადამიანი ღვთის წინაშე მართალი იყოს, ხო? და ღვთის წინაშე მართალი იქნები, როცა იქ უბრალოდ შესაწირავს შეიტანი და შემშობლებს არ დაეხმარები. ეს ღვთის წინაშე სიმართლე იქნება და ღვთის წინაშე ესე იგი უფრო მთავარი ის იყო, რომ თქვა იქ ჩაგეგდო რაღაც თანხა, ესე იგი ტაძრის შესაწირება და მშობელს არ მოხმარებოდი. აი ესეთი რაღაცები, ამიტომ გულისხმის ყოფა ადამიანს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არის სიტუაცია, როდესაც ამბობ, რომ ესე იგი მე ახლა ტაძრისთვის არ მცალია, იმიტომ რომ აი აქ და ეკლესიიდან ზოგადად შესაწირავი საფრთხო არ შემიძლია, მე ამდენი საქმე მაქვს, აქ თქვათ იქ მოსავლელი მაქვს, იქ საჭმელ სასმელი და რაღაცა. აი აქ ისევ არ ახარ მართალი, იმიტომ რომ ფაქტიურად შენ ვინ გაძლევს იმ საჭმელს და სასმელს და იმ ყველაფერს, რაც შენ გეძლევა, უფლისგან არის და აქედან გამომდინარე, აქ შენ აი როგორც კი იწყებს ინდისის წინააღმდეგ თავის მართლებას იმიტომ არის ხოლმე, რომ აი იცი რა მე ამიტომ კი არა, ამიტომ რაღაცებს იგონებ. და აი ეს კეთილი საქმე, რომელიც შენგან უნდა იყოს, აი აქ არის ძალიან ისეთი რა, დააკვირდა სინდის უნდა კითხო რა, რომ რა არის ახლა შენი მოქმედება და რა თქმა უნდა პირველი არის ღმერთი, მერე არის სამშობლო, მერე ადამიანი. ანუ აი ეს იერარქია არის. ოღონდ აქ აი სინდისით უნდა განსაზღვრო ის ღმერთისთვის შესაწირავი იქნება თუ შენი მშობელი, ესე იგი ისე დატოვე, რომ მიუხედავი. ანუ ეს მომენტი, ეს შესაწირავი შენი ეკლესიისთვის უფრო მეტია, ვიდრე ის, რომ თქვა შენ მშობელს იმ მომენტში მოეხმარ, როცა იმას უჭირს. თუ არა, ზოგადად პირველია რომ ღვთის წინაშე პირნათელი უნდა იყო და
თუნდაც შესაძირავი რაზეც არის ლაპარაკი პირველ რიგში უფლის წინაშე უნდა იყოს შენი ყველაფერი ხო ეს გული შემოსული სული შემოსული ეს არის ადამიანისგან და არა რაღაცა თანხა ან რაღაც გული შემოსული სული შემოსული დამდაბლებული ეს არის ანუ შენ ფული რამდენი შეწირე იმით კი არ განისაზღვრება შენ რა მიიტანე ეკლესიაში არის შენი გული რამდენად არის მართალი ღვთის წინაშე აი ეს არის შენი შესაძირავი ღვთის წინაშე ამიტომ როდესაც შენ უფალთან რამე საკითხზე ცდილობ რომ გამართლდე აუცილებლად უნდა იმოქმედო არა იმით პრაგმატული მოსაზრებები და ეს მირჩევნია ასე მე იმას ვიზამერე არამედ პირველ რიგში ღვთის წინაშე რა არის მართალი ამაზე უნდა იფიქრო ამაზე სინდისს შეეკითხები და სინდისი გაგცემს პასუხს როდის რა ჯობია და როდის არის სწორი მაგრამ როდესაც შენ რაღაცა აი თავს იმართლებ და მე აი აქ ვიყავი წასასვლელი და ეკლესიაში არ წავედი იმიტომ რომ იქ ვიყავი წასასვლელი სადღაც ნუ ან სახლი მქონდა დასალაგებელი ან რაღაცა ის ხო მაშინ გამოდის რომ შენ ფარისეულობ ხო ანუ რატო მიდიხარ ბაზარში მაგალითად იმ დღეს როდესაც უნდა წახვიდე ტაძარში ხო ანუ ეს მომენტია რა ანუ ჩვენ უფლისათვის დრო ყოველთვის უნდა გქონდეს და ეს დრო უფლისაგან ბევრი არ არის შენგან მოთხოვნილი ძირითადად ყველაფერი შენ რაც გინდა იმას აკეთებ თქვა შენთვის და უფლისათვის ერთი დღეა აი შესაძირავად რა იმასაც რო არ წირავ ღმერთს მაშინ რასაკეთებ შენ აი ეს მომენტია მაგრამ არის კიდე სიტუაცია როდესაც თქვა აი რაღაც გადაუდებელი რაღაცა ისეთი რაღაცა ხდება რომ ეხლა შენ რო ვინმეს არ დაეხმარო იმ მომენტში წირვაზე მიდიხარ და ადამიანი დაგირეკეს რომ აი რაღაც ესე იგი ისე ავად რომ მიხედვა ჭირდება შენი ახლობელი ძმა და დედა მამა შვილი რა მეუღლე გირეკავენ ამ შემთხვევაში კითხავ ხო რა მდგომარეობა რაღაცა თუ ხედავ რომ გამოვალი მდგომარეობა აუცილებლად იქ არის წასასვლელი წირვაზე ჯობია არ წახვიდე ვიდრე იქ არ წახვიდე იმიტომ რომ შეიძლება ისეთი რამე მოხდეს რომ მთელი ცხოვრება მე ამაზე ინანო მაგრამ ახლა იქ რაღაცა ვინმეს რამე წამოტკივდა რაღაცა ისე და გირეკავენ ხო იცი რა სიტუაცია კარგი მიხედეთ აი ისა და მე ვილოცებ თქვენთვის სხვა რამეა ხო ანუ ესეთი განსხვავება არის რომ ჩვენ შეიძლება თქვა თვითონ სახე ერთი და იგივე იყოს აი მე მივდივარ ტაძარში დამირეკეს და ესე იგი ტაძარში აღარ წავალ და წავალ თქვა ავამტყობთან ხო და შეიძლება იგივენაირად დამირეკონ გზაში მივდივარ ტაძარში და მითხრეს რომ ავად არის და არ წავედი ავამტყობთან წავედი ტაძარში ორივე შეიძლება იყოს იმ სიტუაციიდან გამომდინარე ერთი მართალი და მეორე არასწორი მოქმედება გაჩნია რამდენად გადაუდებელია ის თქვა ის დარეკილის ამბავი და ადამიანი კვდება და რა თქმა უნდა ან კიდე რაღაც ისე საშველია სასწრაფოდ და რომ შეუძლებელია რომ უშენოთ იქ რამე გადაწყდეს ისე რომ რამე არ გაფუჭდეს ხო რა თქმა უნდა დააგდებ ყველაფერს გაიქცევი და არც უფალი არ გიწყენს ამას მაგრამ როდესაც შენ ესე იგი თავს იმართლებ რომ მე ხა აბარა უნდა მექნა იქ უნდა წავსულიყავ იმიტომ რომ დამირეკეს და ხო და მე იქ მივედი და მე აქ ვეღარ მოვედი ეს უკვე სხვა რაღაცაა ანუ ტაძარში არ მოხვედი იმიტომ გეზარებოდა ტაძარში მოსვლა და როგორც მიზეზი მიიღე გაიქეციკა და ამ დროს გეზარება ტაძარში მოსვლა ესეც ბოროტისგანაა და შეგიძლია რომ დაძლივ ესა და როგორ აიღე და მოდი ანუ ნუ მიყვები ბოროტის რახვებს და აი კიდე რაღაც მიზეზებს მოგიგონებს ბოროტი რომ შენ ტაძარში არ მოხვიდე რომ არ ილოცო იგივე ლოცვაზე რომ უნდა დადგე და რაღაცები დაიწყება იქა რომ აბა მოდი ახლა და ეს გააკეთე ის გააკეთე და რაღაცა ჯერ ერთი იმ დროს დადექი ლოცვაზე როდესაც ასე არავინ გეტყვის ყველაზე კარგია დილაზე ძინავთ და შენ ლოცვას ამბობ ვერავინ ვერ შეგიშლის ხელს შენ ყველა რო ფეხზეა და ყველა რო რაღაცა და შენ გახარ და
ეს ლოცვას კითხულობდა ანუცალია თქვენთვის და მე ლოცვა უნდა წავიკითხო პრობლემა იქნება შენს გამო და არა იმის გამო რომ ლოცვა წასაკითხი იმიტომ რომ შენ არასწორი დრო მოძებნე იმისთვის რომ ლოცვა წაგიკითხა ხო და ამიტომ ეს ლოცვაც ხო აი ესეთი ნიუანსებითაა ყველაფერი ღვთისნება როგორ არის მართალი არის ღვთისნება შენში შესრულებული ღვთისნებით ის არის რაც არის სწორ დროს და სწორი მოქმედებით გაკეთებული და ამას ხანდახან ვერ გებულობ ადამიან და ლოცვა კურთხევას ღებულობ ამისთვის მე იცი როგორ აღებ მიხვალ ლოცვა კურთხევას ითხოვ და მე არა რო არ მოგეწონება ლოცვა კურთხევა მე იტყვი რა არა ასე ჯობია და შენ როგორც გინდა ისე გააკეთებ ხო და მაშინ ესე იგი ისიც ღვთისნების წინააღმდეგ გააკეთე შენ ხო უფრო ესე იგი ჭკვიანური რამე მოიგონე რომ ესე კურთხევა რო გაქვს ასე გააკეთე შენ უფრო ჭკვიანურს ისე აკეთებ და ასე და ნუ საბოლოო ჯამში ისიც გამოდის რომ აღარ გააკეთე კეთილი საქმე არამედ თვითნებობით რაღაცებს და თვითნებური კეთილი საქმეებით მოჭედილია ჯოჯოხეთიო მამები ამბობენ ასე რომ აიღო შენ ეს მინდა ასე გავაკეთე ხო ნუ კაი გინდა გააკეთე მაგრამ ღვთის წინაშე რა არის მართალი ამაზე თუ ფიქრობ მაშინ ქრისტიანი ასე უნდა ფიქრობდეს მე მინდა ერთია და რამდენად მართალია ღვთის წინაშე ხო და ამას რო შუაში აყენებ სანამ გააკეთო რამე ჯერ ესე იგი რამდენად ღვთის წინაშე მართალი ჩემი საქმე მაშინ უკვე სწორად შესრულებული საქმეები ჩვენ კეთილ საქმეებში გვეთვლება ანუ რომ თქვა ჩვეულებრივი საქმე იყოს მაინც კეთილი საქმეა ის ხო და ამიტომ ეს არჩევანი ჩვენი რომელიც ჩვენ წინ ყოველთვის არის რადგან მიწერი ადამიანები ვართ და დაზიანებული ბუნება ჩვენი მოითხოვს გარკვეულ არჩევანებს ხო იმ თავისუფლებაში რომელიც თავისუფლებაც არ არის ბუნებრივად აუცილებელი ეს ბუნებრივად აუცილებელი რომშია და უნდა შევჭამო რომ ეს არის თავისუფლება რომელიც ბუნებრივად უნდა გამოიყენო ისე აი შია უნდა შევჭამო თქვა რაღაცა მოძრაობა არის საჭირო მოძრაობ და ბუნებითი ასე თქვა შენთვის მოცემული ესე იგი თავისუფლება და ის რომ მე გემრიელი ვჭამო თუ გემური იქ რაღაცა ანუ დავიღლები არ დავიღლები როცა ანგარიში მიდის უკვე რაღაცებზე ხო იქ უკვე აღარ არის ეს ბუნებრივი არჩევანი ეს არის შენი პირადი არჩევანი გნომური ქვია მაქსიმე ახსარებელი ამას ეძახის ანუ შენი დაცემული ბუნების გამო შენი უძურებებისგან გამომდინარე შენი არჩევანები რომელიც ხდება იქ არის სწორი და არასწორი არჩევანი იქ არის ის რაც თვისნებით არის სწორი და რაც არის შენნებით ხო და შენნებით აი საჭმელი როგშია ხო რო არჩევ მე ამას არ შევწამ ამას შევჭამ უკვე თავისთავად რო არჩევ უკვე ეს არ არის შენი ესე იგი თქვა ანუ უბრალოდ ის რომ შენი დაიკმაყოფილო შენი მოთხოვნილება ხო ეს არ არის აქ უკვე არის აი მე აი არ მინდა ეს და მინდა ეს და გამოდის რომ ეს საჭმელი კი არ გინდა შენ და თქვა იმისთვის კი არ გინდა რომ ძალა ქონს არამედ იმისთვის რომ გემოვნება დააკმაყოფილო და ეს გემოვნების დააკმაყოფილება უკვე არის ანუ ადამიანის როგორ თქვა აი თავისთვის ანუ რაღაც ესეთი რაღაცეების გაკეთება თავისი ამოვნებისთვის. შენი სიამოვნება უკვე ფაქტიურად უკვე ანგარება და ანგარება თავისთავად შენ არჩევანს
გიზღუდავს სიმართლისკენ. ამიტომ შენ როდის აი მარხვაც იმისთვის არ ვისწავლოთ თავშეკავება. ის კი არ გვინდოდეს რომ აი ზამაის კარგად ჭამოდავსვათ, არამედ ის რომ ჩვენ ვიკვებოთ იმისთვის რომ სული გაძლიერდეს და სული რო გაძლიერდეს არჩევანი დიდად არ გჭირდება რომ შენ რა შეჭამო, ლობიო შეჭამ თუ იქ რაღაცა იქნება ბოსტნეული თუ რაღაცა მნიშვნელობა არ აქვს, თავარია რომ რაღაც დანაკლდე. ანუ ეს საკითხები ისეთი რამეა რომ თუ ადამიანი არ დაუკვირდა თავის ქცევებს, ხო, რატომ мотивация, რატო ვაკეთებ ამას, ხო, ვერასდროს ვერ გაარკვევს ზუსტ მიმართულებას უფლისაკენ როგორი არის. და რო ამბობს აბა ღვთისნება მე რა ვიცი და ვინ უნდა გითხრას და შენ თვითონ უნდა დაინახო იქ და სადაც ინდისი კენჯნის და გარკვეულწილად გეუბნება რომ შენ რაღაცა ისე ვარ აკეთებ თავისთავად იქ რაღაცა კითხვის ნიშანი უნდა დასვა და თუ ვერ გადაგიწყვეტია კითხე მოძღვარს ამ შემთხვევაში ან კითხე ვინმე დედას მამას ახლობელს ვისიც გჯერა უბრალოდ ისე კითხე და ის რასაც გეტყვის გააკეთე და ამითიც შენ იქნები ღვთისნებით მოსიარულე იმიტომ რომ ამ შემთხვევაში შენ იმას კი არ ირჩევ რა შენ გინდა თუ არა ასე გინდა არამედ ირჩევ იმას რაც ღვთისნება ანუ შენზე დამოკიდებული აღარ არის თქვა და შენ ამბობ ამაში ჩემი თავისუფლება რატო ვერ უნდა გამოვიყენო და თავისუფლება ზუსტად იქ უნდა გამოიყენო ცუდის კეთებაში რო იყენებენ თავისუფლებას და რომ ამბობ თავისუფლებაა რომ მე ახლა აი წავალ და რაც მინდა იმას გავაკეთებ და ქუჩაში რო დარბიან და რაღაც ისულელებს რო ამბობენ ხოლმე და რომ ვითომ ეს თავისუფლებაა იქ რაღაცა ეწინააღმდეგება ეკლესიას ეწინააღმდეგება მშობლებს ეწინააღმდეგება ზოგადად ზნეობრივ კანონებს იგინებიან ილანძღებიან და ვითომ თავისუფლები არიან ხო ეს არის სიცრუე თავისუფლება არ არის ეს თავისუფლება ღვთისაგან ადამიანს მიეცა სიკეთის კეთებისთვის ხო და შეიცან ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს და ეს ჭეშმარიტება არის უფალი და როგორ გათავისუფლდები თუ შენ იგინები ილანძღები და რაღაც თვითნებო ეს თვითნებობა თავისუფლება არ არის ამიტომ ეს არჩევანი სწორად უნდა გააკეთოს ადამიანო უფლის წინაშე იკითხე აი უფალს ეს მოეწონება ეს რო გავაკეთო იკითხე და სინდისი გეტყვის მოეწონება თუ არ მოეწონება შენ თვითონ მიხვდები იქ ნუ თუ დაიწყე უკვე ისა რაღაცეების ხო დასაბუთება ეს ძალიან გინდა რაღაცა და ამიტომ იქიდან სხვა პასუხი მოგდის და ვცდილობ რომ მაინც შენკენ მიიდრიკო ეს ყველაფერი ეს უკვე არის როგორ გითხრა თვალთმაქცობაა ესა ხო და აი წრფელი გული რო ამბობს უფალი შესაჭირავად გული წრფელი შემოსრული გული და დამდაბლებული ეს წრფელი გული და შემოსრული გული უფლის წინაშე სწორედ ისაა რომ მე კი არა აი როგორც უფალი ამბობდა რა ამაცილეო ეს რაღაც ხვედრიო გეციმანის ბაღში ლოცულობდა ოღონდ როგორც მე არ მინდა ისე კი არა როგორც შენ გინდა ანუ კი რაღაც ისუსტით ადამიანის ისუსტით ამბობს რომ რაღაცა მაგრამ იქ მძიმე ხვედრი ელოდა და იმაზე ნერვიულობდა შინაგანად ადამიანურად განიცდიდა ადამიანს ზოგჯერ არ აქვს ესეთი არჩევანი რომ გინდა თუ არა ტკივილი და უბედურება უნდა დაითმინო რომ ღვთისნებითი არა ხანდახან ჩვეულებრივად არ უნდა გააკეთოს ცუდი არასწორად არ უნდა მოიქცე ამაზეც არ გვინდა და უფალი ამ ხელა არჩევანის წინაშე იყო დამდგარი და არა როგორც მე მინდა არამედ როგორც შენ და უფალს ეს უთხრა აი ეს შინაგანად კითხე უფალს რა უნდა და დაინახავ თუ უფალს უნდა შენი სინდისი გეტყვის რა უნდა და არ მოიქცე ისე როგორც უფლის წინაშე არ იქნება სიმართლე და ეს არის ანუ არჩიო უნდა რა უფრო მნიშვნელოვანია და უფალთან რა უფრო შეგეწირება რა არის სიმართლე თორემ კარგი საქმეა კი ბატონო იქ რაღაცა ზოგჯერ ქალები მით უმეტეს დაიწყებენ სახლის დალაგებას კვირას რომ ტაძარში არ წავიდნენ ხო
კაი საქმეა რა თქმა უნდა სახლის დალაგება, მაგრამ მაინც და მაინც მაშინ მოგინდა რა. ან ვიღაცა თქვა გასაყიდათ ან რაღაცების შესაძენად კვირას მიდის ბაზრობაზე, რომ მე ახლა იქ რო არ წავიდე, ფაქტიურად ბაზრობა ხვალ არ იქნება და ისე იტყუებს თავს რომ რა ვიცი ხა რომ მაგითი ანუ ტაძარში არ წავალ და ბაზრობაზე წავალ. მქონდა მეც ასეთი არჩევანი, როდესაც აი თავიდან დაიშვა. ესე იგი ეს კოოპერატივები, ანუ პირველად მხოლოდ სახელმწიფო საკუთრება რო არ იყო და ხოლმე შევქმნით კოოპერატივი ერთ-ერთი პირველი იყო და რაღაცებს ვაკეთებდით იქ. ნუ ხოდა კვირას წირვაზე რო წავსულიყავი, ის უნდა დამეკეტა კვირას. ხოდა უნდა წავსულიყავი წირვაზე რო დავკეტავდი, ხო ხალხი მოვა რაღაცა და ეს შევრგულდი მეთქი. ეხლა როგორ მოვიქცე და მე ვთქვით რომ ჯობია რომ ტაძარში ვიაროთ ამის გამო თუ ეს უნდა ტაძარში სიარულში გვიშლიდეს ხელს, მაშინ ჯობია ეს არ იყოს. ხოდა რო წავედით და რიგი დაგვხვდა რომ მოვედით იქიდან, ანუ ხალხი დაგველოდა და რა ჭირდებოდა, ანუ ფაქტიურად ისე მოხდა რომ უფალმა კი არ დაგვაკო პირიქით უფრო მეტად წაგვახალისა დავინახეთ რომ ანუ ღვთის წინაშე მართალი რო ხარ არასდროს არ იქნები წაგებული რა არც ისე და არც ასე და თუ შენ მატერიალურად არ უნდა გაძლიერდე იმდენად რომ თავხედი გახდე უფალი ამასაც არ გაზროს ასე რომ აი რაღაც ზომიერება არის ამიტომ უნდა არჩევანი ისე გააკეთო რომ არ არის აუცილებელი რომ ყველაფერი იყოს აი მატერიალურ იმაზე და გათვლილი არა უფალს მიანდე და უფალი რასაც მოგცემს მადლობელი იყავი ეს 10 მეათედი შეწირე უფალს რაც მოგეცემა იმიტომ რომ ამითი ესე იგი დაილოცები და ამ დალოცვით ფაქტიურად ცხოვრობ შენ ცხოვრებას რო ესე მატერიალურადაც უკეთესად და ამავე დროს ღვთისნებითაც რომ ეს უნდა ვისწავლოთ ადამიანებმა ღვთისნებით სიარული და ღვთისლოცა კურთხევი ღმერთმა დაგლოცოს და ეს მარხვაც ამისთვის არის რომ ჩვენ ვისწავლოთ თავშეკავება ვისწავლოთ უფლის წინაშე სიმართლით დგომა თუნდაც ახლა დღეს რომ ჩვენ ამდენი ხანი არ მივირთვით საკვები ხო და ახლა ვეზიარეთ და უკვე მე მივიღებთ ესეც გარკვეულწილად არის როგორ გითხრა უფალი გვასწავლის თუ როგორ დავაყენოთ ესე იგი ღვთაებრივი მატერიალურის ესე იგი უპირატესად რა და რო არ მოკვდები რა თუნდაც ახლა დღეს თუ არ შეჭამე ახლა ამ წუთამდე არ მოკვდები და რამდენი მინახია რომ მარხვა დაუცია და არც ერთი არ მოკვდარა და ვისაც მარხვა არ აქვს დაცული რამდენია მკვდარი თუ დათვლით ასეთ ხალხს სავსეა იმიტომ ვინ თავშეუკავებლობით ცხოვრობს გაცილებით ძიმე განსაცდელის წინაშე დგას ვიდრე თქვათ მარხულად თავშეკავით ვიცხოვრობ შეიძლება თავშეკავება გარკვეული აი როგორ გითხრა რაღაცებზე უარი გათქმევინოს და შენ კი გინდა მაგრამ არ აკეთებ და დისკომფორტი გაქვს თითქოს მაგრამ საბოლოო შედეგი რა ის რომ შენ ამითი ღებულობ ანუ ღვთის წინაშე კურთხევას და მე უკვე ამის შედეგი არის ის რაც საუკეთესოა და არ შეიკავებ თავს და რა მოგივა მე შენ თვითონ აგე პასუხი რაც მოგივა ასე რომ აი ესეთი არჩევანის წინაშე ვარ ხოლმე და ამიტომ ეს კეთილი არჩევანი ყოველთვის უფლის წინაშე სიმართლით უნდა გავზომოთ და უფალს უნდა ვკითხოთ მოეწონება თუ არა ჩვენი საქციელი ან ჩვენი ქმედება ან ჩვენი სურვილი ამითი გავსინჯოთ ჩვენი ასე სიმართლე და სისწორე ღმერთმა დაგლოცოთ ღმერთმა გაგაძლიეროთ ღმერთმა დალოცოს სოფელი ზანათი ეს მონასტერი ზანათის მონასტერი და მამა ილარიონი წინამძღვარი ამ მონასტრისა და დაგლოცოთ მამები და მრევლი ყველამ დაგლოცოთ ჩვენთანაც